რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ნიცაში განაცხადა, რომ საგნიცაში ერთ ქართველს ეძებენ, მისი ფრანგი მეუღლე კი სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. საფრანგეთში საქართველოს საელჩო მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. მოქმედებს ასევე ცხელი ხაზი, როგორც 20-30 ელჩმა ეკასირაძე დელონემ განუცხადა, ამ დროის მონაცემებით დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან. საქართველოს საელჩო თანამშრომლობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ინფორმაციის გაცვლა დროულად და შეუფერხებლად განხორციელდეს. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ასევე რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ელჩმა, საფრანგეთში ნიცაში ეძებენ ერთ ქართველს, ამ დრომდე მისი ფრანგი მეუღლე კი სამწუხაროდ იპოვეს გარდაცვლილი. საბედნიეროდ ამ წუთის ნამდვილად არ ფიქსირდებიან ქართველები, არც დაშავებულთა და არც დაღუპულთა შორის. უკვე არის საუბარი უცხოელებზე, იდენტიფიცირებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დაშავდნენ, რომლებიც დაიღუპნენ ამ საშინელი თავდასხმის დროს და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართველები არ არიან მათ შორის. არც ეს ტერორისტულ ორგანიზაციას ჯერ არ აქვს აღებული თავის თავზე ეს თავდასხმა და შესაბამისად ტერორისტულ აქტზე ჯერ კიდევ დანამდვილებით საფრანგეთის სპეციალური სამსახურები არ საუბრობენ.